მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ სამშაბათობით და პარასკევობით გადის ეთერში და ჩვენ საუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ თუ როგორ ვითარდება ტურისტული სეზონი თუშეთში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და როგორი არის მათი გადაჭრის გზები. თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროებში უკვე სტუმრების მიღება ფაქტობრივად დაწყებულია, მაგრამ კლიმატური პირობების გამო ამ ეტაპისთვის დიდი ნაკადი არ შეინიშნება და შესაბამისად დაბალი აქტივობაც ფიქსირდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სოფელ შტროლთაში მდებარე საოჯახო სასტუმროს მათე სპეისის დამფუძნებელი მათე წვერაიძე. მოგესალმებით მათე, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობა, KBS-ვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში და ძალიან საინტერესო გამოვა იმედია ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ ფაქტობრივად სეზონიც დაიწყო უკვე თუშეთში და ისედაც ყოველთვის ყველას საინტერესებს ეს თემა. დავიწყოთ მათე ჩვენი გადაცემა. ზოგადად თავიდან რამდენიმე წინადადებით რომ შესავალივით გავაკეთოთ, როდიდან იწყება ზოგადად თუშეთში სეზონი, რამდენ ხანს გრძელდება და აი ახლა უკვე ფაქტობრივად უნდა იყოს ხომ რაღაცნაირად ტურისტული ნაკადი თუ ისევ სიმცირეა ამ ეტაპზე და გზაზეც რომ ვისაუბროთ ასევე გუშინ წინ ეს გზა ჩამოიშალა და ესეც ხომ არ უშლით თქვათ ხელს. დავიწყოთ. ზოგადად ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში ივლისის პირველ კვირაში შედის ხოლმე. დაახლოებით 10 დღეში უკვე დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღებას. წელს გზა 25 მაისს გაიხსნა, თუმცა ივნისის პერიოდში ზოგადად კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ვიზიტორები ნაკლებად ყავს თუშეთში. იწყებენ უფრო ივლისის დასაწყისში და აგვისტოს პირველ 10 დღეში, ხო, პირველ კვირაში უკვე ასრულებენ. შემდეგ უკვე ისევ კლებაში მიდის და სექტემბრის ბოლოსთვის უკვე ვასრულებთ ძალიან ტურისტულ სეზონს. ძირითადად ამინთან მიმართებაში გვაქვს ერთადერთი პრობლემა, თუმცა გუშინწინ მდგომარეობამ გუშინწინ უამიდობის გამო ჩამოიშალა გზა. დიდი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა პატარა ლოკალური მონაკვეთი იყო და 2 დღის განმავლობაში გზის პარალიზება გამოიწვია. დღეს უკვე აღდგა, დღეიდან აქტიურად შეგვიძლია რომ უკვე მივიღოთ უკვე დამსვენებელი. ზოგადად რეკომენდებული არაა წვიმაში სიარული თუშეთში. შეიძლება იყოს, ხო, ტრანსპორტთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც საკმაოდ კარგი იქნება თუ წვიმიან პერიოდში არ იმოგზაურებენ. და დამსვენებლისთვისაც ძალიან კარგია, როდესაც წვიმიან პერიოდში არ უწევს თუშეთში გაჩერება და სასტუმროში არა გავუკეტილი, იმიტომ რომ თუშეთში როდესაც ამოდიხარ, მაქსიმალურად უნდა შეიგრძნო და შემოიარა თუშეთი და ძალიან ცუდია თუ სასტუმროში გიწევს გაჩერება და ამინდის გამო რო სახში ელოდება. დიახ, ეს რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია. რომ მოგვიყვეთ მათე სპეისის შესახებ, ზოგადად როგორ დაარსდა იდეა, საიდან წამოვიდა და აი ამ მცირე ბიზნესის შესახებ მოგვიყევით, როდიდან არსებობთ, როგორი არის სიტუაცია და აი როგორ დაიწყეთ, ასე ვთქვათ, ნაბიჯების ატკმა. ხო, მეორე წელია რაც დავიწყე, შარშან გავხსენოთ პირველად. იდეა მოდიოდა იქიდან რომ მინდოდა რომ თუშეთში ყოფილიყო სახლის გაქირავების სერვისი, საოჯახო და სამეგობრო სივრცე. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში დაახლოებით დღეს თუშეთში 100 სასტუმრო გვაქვს. ამ სასტუმრო სხვადასხვა ტიპის გამოწვევები აქვს, სხვადასხვა ტიპის დამსვენებელი ყავს, მაგრამ ჩემი მართულება იყო საოჯახო ან სამეგობრო სივრცე გამეკეთებინა თუშეთში. გვაქვს 120 წლის სახლი, მთლიანად გარდავქმნით და გადავაწყეთ, ძველი და ახალი სიმბიოზი გავაკეთეთ. და მთლიანად შეიგრძნოთ ის სიძველე და ის 120 წლის პირობები რაც იყო, კედლები გვაქვს მიწით გალესილი და ფარდაგები გვაქვს გაფარებული, ძველი ბებიების მოქსოვილი ფარდაგებია, სველი წერტილების გვაქვს იდეალურად მოწყობილი, ისე რომ სიძველე და სიახლე მაქსიმალურად არის შეხამებული ერთმანეთში. არ მინდოდა რომ რაღაც ნოესკიდობანებით ყოფილიყო და მხოლოდ ხეში ყოფილიყო ჩამჯდარი. ამიტომ ქვა, მიწა, იატაკი თლიანად მსგავსია დაახლოებით წინა საუკუნეს. ჩვენთან 8 ადამიანის განთავსება შეიძლება. ნუ ზოგადად ერთი მანქანით როდესაც ერთი მანქანით როდესაც მოგზაურობენ, ანუ ოჯახიან სამეგობრო. აპირებს თუშეთში სიახლეს იდეალური გარემოა ჩვენთვის. საქმე. აი ასე გამოიყურება
ხედები გვაქვს იდეალური ჩვენი აივნიდან 6 სოფლის დანახვა შესაძლებელი. დიახ. და თუ ადამიანებს უნდათ რომ წყნარი მშვიდი გარემო შეიგრძნონ თუშეთში, იდეალური გარემოა წელდა ამისთვის. და მათ სერვისებზეც რომ მოგვიყვეთ, რას სთავაზობს მათ სპეისი, ესე იგი დამსვენებლებს, აი მაგალითად რატომ უნდა ავირჩიო, თქვათ მე მათ სპეისი, მომსახურება თქვათ როგორი გაქვთ, იგივე ჯიპტურები თუ გაქვთ და ასე შემდეგ, აი ამ სერვისთან დაკავშირებითაც რომ მოგვიყვეთ. ხო. ჩვენ გვაქვს 3დღიანი და 4დღიანი ტურები. Არასკევი შაბათი კვირა და შუა კვირაშიც. დიახ. თქვენ თავაზობთ თუშეთის მონახულებას, განთავსება სახლის, ან ჩვენ პრიორიტეტი არის იდეაში სახლის გაქირავების სერვისი. დამსვენებლისთვის უფრო მეტი კომფორტი რომ შეიქმნას. და ტურებსაც შეეხება 6 კაციან ტურს ვაკეთებ, ჩემი აზრით, უფრო მეტად კომფორტულია და კომპაქტურია 6 ადამიანთან ერთი მანქანით ტურში წასვლა და მათთვის უფრო მარტივი იქნება ახთნისთვისაც და მონახულებისთვისაც ბევრად ელსაკრელი სიტუაცია 6 ადამიანს, როდესაც ემსახურებივიდე დაახლოებით 20-30, იმიტომ რომ ბევრი წრუმანი ხარვეზი შეიძლება გამოიწვიოს დიდმა ჯგუფმა. და ამიტომ თავაზობ 6 ადამიანზე გათვლილ ტურს დელიკით 3 დღის განმავლობაში, რჩებით სახლშიც, ომალოშიც ჩერდებით, რამოდენიმე ადგილი გვაქვს, სადაც შეგვიძლია რომ განთავსება გავაკეთოთ და მოვიდეთ დაახლოებით თუშეთის 15 სოფელს, ვნახავთ რეალურ ცხოვრებას და ყოფიერებას. ჩემი რეალური მიზანი არის რომ ნახონ რეალურად როგორია თუშური ცხოვრება. თვითონ როგორ აწარმოებენ თუნდაც გუდისყველს თუშები და არ მინდა რომ მხოლოდ როგორც ზღაპრული თუშეთი ისე დარჩეს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას თუშეთი. დღეს მდგომარეობით ბევრ სოფელში, აი მაგალითად პირდაპირ სოფელში ერთი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 30 სახლია, სხვადასხვა სოფლებშიც დღესასწაულების გარდა მხოლოდ 2 და 3 ადამიანი ცხოვრობს. რის ძირითადად მესაქონლეობას მიყვებიან. და საკმაოდ რთული სიტუაცია და აქედან გამომდინარე, ჩემ პირველი დღე ტურის არის უფრო შემეცნებითი, იმ სოფლებს ნახულობთ, რომლებიც არაა პოპულარული და აქტიური ტურისტისთვის, მაგრამ რეალური თუშური ცხოვრება ხდება. თითქოს მესაქონლეებს ვესაუბრებით, ხედავთ იმ პრობლემს და გამოწვევებს, რაც გვაქვს. და შემდეგ გადავდივართ და იმ ზღაპრულ ადგილებს მოვინახულებ, სადაც ძირითადად ტურისტები აქტიურად თავსდებიან. გულისხმობ შენაქოს, დართლოს, სოფელი მუზეუმი იუნესკოს დაცული ტერიტორია და ძირითადად შემდეგ გადავდივართ უკვე. საკმაოდ კარგი და დატვირთული დღეები გვაქვს, ამ 3 დღის განმავლობაში რეალურად მთელი თუშეთის საქმე შეგვიძლია გავაკეთოთ. 4 დღიან ტურზე ჩვენ საფეხმავლო ტურს ვამატებთ და პლუს შეთანხმებიდან გამომდინარე დამატებით ერთხეობასაც. მოგხსენებათ 3 დღეში მთლიან თუშეთის 50 სოფელს ვერ მოვიდით, მაგრამ ძირითადად დაახლოებით მინიმუმ 15 სოფელს გავდივართ. გადაჭერდებით და ვათვალიერებთ და ვიგებთ იქაურ ყოფიერებას ვაცნობთ თვითონ დამსვენებელს. ძირითადად ქართველები არიან, თუმცა უცხოელებიც. ახლა მე მაგალითად 6 დღიან ტურში ვარ, ბრაზილიელი ტურისტი მყავს, სოლო ტური გვაქვს და თითქმის მთელ თუშეთს შემოვიარეთ. ეს ხინკლის დღე გქონდა და ხინკალი გავაკეთეთ. და ხვალ ვაპირებთ უკვე დაბრუნებას. ერთადაც საფეხმავლო და მანქანის ტური ქონდა, მიცი გავაკეთეთ დაახლოებით დღეში 5-6 საათს დავდივართ. გუშინწინელმა დღემ ცოტა შეგვაფერხა წვიმის გამო, თუმცა გუშინდელმა დღემ და დღევანდელმა დღემაც დღეს ორი ლოკაცია დაგვჭა, იმ ლოკაციებს ნახავთ და ვსე დავასრულებთ უკვე ამით თუშეთში ვიზიტს. დიახ. გამოწვევების ხაზი რომ გავაგრძელოთ თუ შეიძლება მათი და შემდეგ სამზარეულოს ძალიან საინტერესო იქნება ვთქვათ სამზარეულოზეც რამდენიმე წინადადება რომ ვთქვათ რა მოწონთ, იგივე თვითონ ერთვებიან თუ არა და ასე შემდეგ. აი ჯერ გავაგრძელოთ ვთქვათ რა გამოწვევებს აწყდება ასე ვთქვათ ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენელი და რამდენად ასე ვთქვათ სარისკოა იგივე აი იმ ბიზნესის დაწყება ვთქვათ რა ნაბიჯით თქვენ გადადგით და ზოგადად რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები ამის გასაკეთებლად. იცით, ოდესაც ნულიდან იწყებ საქმეს ყოველთვის რთულია და ყოველთვის უნდა ქონდეს გააზრებული, რომ ამას ერთ წელში ვერ გააკეთებ ისეთ სიტუაციას, რომ ერთ წელში გეყოლება ძალიან ბევრი ტურისტი. ძირითადი ჩვენი პრობლემა არის სეზონურობა. დაახლოებით ფაქტურად 2 თვის განმავლობაში მოდის ტურისტი. კი გზა 4 თვის განმავლობაში შეგახსნილი, მაგრამ მხოლოდ 2 თვია აქტიური, 2 თვე ნახევარი ისიც ამინდებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ივნისი
მაინც ცივია და სექტემბერიც უკვე ცივა, სექტემბერშიც ცივა და ნაკლები ტურისტი მოდის. ეკოტურიზმითაც საკმაოდ ბევრია დაინტერესებული, ძირითად შემთხვევაში მაგალითად ფეხით მოსიარულეები მოდიან, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად, მათთვის უფრო ბოლო გაჩერება გირევია და გირევში ჩერდებიან. აწუნთაზე გადადიან, სხვათა შორის დღეს გაიხსნა და დღეს შედგა პირველი ტური თუშეთიდან შატილში გადასვლაზე. პირველი ტური წავიდა, მანამდე დაკეტილი იყო, იმიტომ რომ აწუნთის უღელტეხილი საკმაოდ მაღლა მდებარეობს და თოვლის გამო შეზღუდული იყო გადაადგილება. დღეიდან ტურისტები შეძლებენ თუშეთიდან შატილში გადასვლას და პირიქით შატილიდან თუშეთში გადასვლასაც. ეს პერიოდიც ფაქტობრივად დღეს დაიწყო და 2 თვეში დასრულდება. აწუნთის უღელტეხილიც პირველი და ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის დროის სიმცირე. იმ 2 თვეში მთლიანად ვერ ვახდეთ იმ დონით რეალიზებას, რომ ერთ წელში ჩვენ მომხმარებლები დიდი რაოდენობით მივიღოთ. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ და მცდელობას არ ვაკლებთ ამ ყველაფერს. დიახ, თავისთავად ცხადია. სამზარეულოზეც რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება მათე. რამდენად ინტერესდებიან და რა სიტუაცია არის ამ ხრივ? აი, ყველაზე მეტად რა მოწონთ თქვენ, რას თავაზობთ? თუ შურს რა თქმა უნდა შესთავაზებთ და აი, როგორი არის ეს სერვისი? ძალიან საინტერესო არის. კი, ჩვენ მაგალითად თუშური პროდუქტები გვაქვს, კოტორი და ხინკალი, ხალხსაც თავაზობთ. ხინკალზე უფრო მასტერკლასს ვაკეთებთ და მაქსიმალურად ვთავთ პროცესში, ვასწავლით თავიდან ბოლომდე. ახლა მაგალითად დღეს მაგალითად რობერტომ ჩემს ტურისტ რობერტო ქვია და რეცეპტი ჩაიწერა და დამპირდა რომ ბრაზილიიდან გამომიგზავნის ვიდეოს თუ როგორ გააკეთებს ხინკალს, თქვენ თუ ესტუმრებით და რომ ესტუმრებით, ალბათ იქ მოგიმზადებთ თუშურ ხინკალს. ჯერ ვიდეოს ჩამიგდეს კი და მე ვნახოთ თუ კარგი ვიდეო გამოვა და კარგი ხინკალი იქნება, ალბათ შემდეგ უკვე ბრაზილიაშიც შევძლოთ. ვიზო გვაქვს და შეიძლება მარტოდესოთ. კი, ზედმეტ შემთხვევაში ტურისტებსაც და ზოგადად დამსვენებელსაც მოსწონს, როდესაც პროცესში იღებენ მონაწილეობას. ამ ხინკლის გაკეთების პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურა ჩვენთვის, რაც შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. თან საინტერესოა, ხო? ანუ კოტრის გაკეთებაზე საინტერესო და თუნდაც სხვა თუშურ კერძის მომზადებაზე საინტერესო პროცესში მონაწილეობისთვის არის ხინკლის გაკეთება. საკმაოდ მრავალფეროვანია და მრავალფეროვნებას იყო დეზიარებია და ვთავაზობთ ძალიან. ზოგადად ხო, კვება სტანდარტულია, თუმცა გვაქვს ამ წინასწარ შეთანხმებით, ვაკეთებთ ხინკალს და სხვადასხვა კულინარულ რეცეპტებსაც მათი სურვილის მიხედვით. გასაგებია. თქვათ ეს 3 დღიანი ჯიპტური, თავისი სამზარეულოთი და ყველაფრით მთლიანად რა ჯდება ერთი ადამიანზე, ფასი რომ გითხრათ თავისი ჯიპტურით. ხო, ჩემთან მაგალითად 460 ლარი ღირს. ორჯერად იკვება 3 დღის განმავლობაში, ფასი სასტუმროში განთავსება ორჯერად კვებით, როგორც თქვი, შიდა ური, მთლიანი თუშეთის მონახულება და პლუს ხო ტრანსფერი, ან თბილისიდან ვაკეთებთ, თელავიდანაც და ხო ალვენეს ნებისმიერ ლოკაციიდან შეგვიძლია გავაკეთოთ. როგორც თქვი, ანუ მე 6 ადამიანზე გათვლილი ტურს ვაკეთებ, მინიმალური 5 ადამიანიდან უკვე ტურში ვიღებ მონაწილეობას ვაკეთებ და ტურს ვაკეთებ, ხო. ეს ფასები თუ შეიცვალა, მათე ვთქვათ, გასულ წელს, როცა დაიწყეთ თქვენ? ფასები შეიცვალა გასულ წელთან შედარებით სხვა ტურისტებმა დაახლოებით 30-50 ლარი მოამატეს. თითოეულ ტურისტზე ინდივიდუალურად ხო. მათ სხვა სიტუაციაც აქვთ, ანუ ძირითადად 10-20 ადამიანით მოძრაობენ ტურში. და რამოდენიმე დელიკით გადაადგილებენ მინიმუმ 3 დელიკით მაინც. თუმცა ჩემთვის როგორც თავიდან აღნიშნე, უფრო მეტ ჩემთვის არა, ჩემი აზრით დამსვენებლისთვის უფრო მეტად კომფორტულია, როდესაც მარტივად და პრაქტიკულად ხდება იმ ყველაფრის მიწოდება, რასაც თუშეთის თავაზობს და 6 ადამიანზე გათვლილი ტური, ამიტომ ავაწყე. დიახ. 460 ლარი მაქვს, ფასი არ გამიძრებია. ეს არის თბილისიდან ვაკეთებთ, ძირითადად, ანუ ძირითადი მოთხოვნა უფრო თბილისია, რუსთაველიდან ვიწყებთ გამოშლას. რაც ძალიან ადრე, 8:30 ნახევარზე გამოდივართ, იმიტომ რომ სხვა ტურები დაახლოებით 5 საათიდან იწყებენ, მაგრამ ამ ხელა გზაზე გამოძინებას უნდა მოასწროს ადამიანმა, იმიტომ რომ არ შეიძლება გამენათები თუშეთში ამოიყვანო 7-8 საათი ამგზავრო და შემდეგ მოანახულო რამოდენიმე რამე. მან უნდა შეერგოს მაქსიმალურად და მონოს რამოდენიმე დღით, რამდენი დღითაც მიიღებს თუშეთში, რამდენი დღითაც გაჩერდება ჩვენთან თუშეთში. გასაგებია. მხოლოდ მონახულება და მოსწრებაზე არ ვართ. ამ ერთადერთი პრიორიტეტი არის ის, რომ დამსვენებელმა შეერგოს
და ისე ამოვნოს თუშეთის ტურით. გასაგებია. აი რა განსხვავება მათ ახლა სოფელი შტროლთა არის ალბათ უფრო რაღაცა სიმშვიდით და სიწყნარით გამორჩეული, ხო? მაგალითად, ომალო და ის სხვა სოფლები უფრო მეტად არის ათვისებული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სულ ეს გვესმის, ხო? რაღაცა ომალოში ტური და ასე შემდეგ, უფრო სხვა სოფლები და აი რაღაცა უფრო სიმშვიდის მოყვარული ადამიანებისთვის სავარაუდოდ უფრო სხვა სოფლები შეიძლება, ხო? რომ სხვა სოფლებში დაისვენონ. აი რითი განსხვავდება ეს ლოკაციები ერთმანეთისგან? კი, ხო, ომალო ძირითადად იმიტომ გვესმის, რომ თუშეთის ცენტრია, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ცენტრია და ომალოდან ზოგადად უფრო პრაქტიკულია გადაადგილება ნებისმიერ მიმართულებით, ვიდრე მაგალითად შტროლთიდან. პირობითად შტროლთა არის ომალომდე 13 კილომეტრში, ანუ როდესაც თუშეთში შემოვდივართ პირველივე ხეობაში, ჭანჭახოვანის ხეობას ვეძახით ჩვენ ამას და ამ ხეობაში მდებარეობს ძირითადად სიმშვიდეს არის და ზუსტად 9 საათის გზა ომალომდე. ანუ იმ დამსვენებელს, რომელსაც უნდა რომ რეალურად შვიდ გარემოში დაისვენოს და ნახოს ჩვენი უნიკალური ხედები, როგორც გითხარით დაახლოებით 6 სოფელი მოშანს, მე შემიძლია კადრშიც განახოთ. დიახ, ძალიან კარგი იქნება თუ შეიძლება. მე ჩვენი აივნიდან არის დაახლოებით აი ამ ტიპის ხედი 6 სოფელი ჩვენს. და ზოგადად ჩვენს ვერანდაზე ძირითადად ძალიან მოწონთ. დიახ. ზახინკლის დღე ქონდა, როგორც გითხარით. დიახ. და ანუ ამ 30 წუთის გამო ძირითადად ვინც არის ის თუშეთი და ვინც პირველად მოდის თუშეთში, ხო? თავს იკავებენ და მიდიან ომალოში, მაგრამ ომალოში მეტნაკლებად უფრო ხალხმრავლობაა, ასე ვთქვათ, ქაოსის ვარიანტი, უფრო აქტიური ფაზაა და იმ ტურისტს, რომელსაც უნდა რომ დაისვენოს და სიმშვიდე ჰქონდეს, თავაზობთ ჩვენ სერვისს. დიახ. რამდენიმე წინადადები. ხო. დიახ, არა, დაასრულეთ, დიახ. ხო, არაფერში არ უზღუდავთ, ნებისმიერი საკითხის მორგება შეგვიძლია მათთვის, თვითონ ტურის ინდივიდუალური შეგვიძლია გადავაწყოთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, 6 კაცია და ძალიან პრაქტიკულად ეწყობა, თუნდაც ამინდიდან გამომდინარე ნებისმიერ არანაირი სიტუაციის დაბრკოლებას არ გვექნის მაგ მხრივ. ერთადერთი რაც არის თუშეთში დამახასიათებელი, ანუ ღორის ხორცს არ მოიხმართ და ეგაა შეზღუდვა რეალურად დანარჩენი არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, ერთადერთად ჩვენ. გასაგებია. ჩვენთან ანუ იდეალური გარემო აქვს ამის ისტორიას. გასაგებია. ძალიან საფრთხე რაობენ ძირითადად შემთხვევაში. ძალიან კარგი. და ასე ვთქვათ, რომ შევაჯამოთ რამდენიმე წინადადებით, Mathe Space-ის სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, უკვე თუ ვთქვათ რაიმე სიახლის დაგეგმვას, დანერგვას გეგმავთ უკვე ვთქვათ მომავალი წლისთვის, ან შესაძლოა სულაც აგვისტოსთვის, ან სექტემბრისთვის, რამდენიმე წინადადებით უკვე რომ შევაჯამოთ სამომავლო გეგმებით. წლევანდელი წელი ძირითადად გათვლილი იქნება მხოლოდ ჩვენ სახლზე და ძირითადად მხოლოდ ამ სახლში მივიღებთ დამშვენებელს, თუმცა სამომავლო დიდიეში კოტეჯის სისტემას უფრო ვფიქრობ, პანორამა ტიპის კოტეჯის გაკეთებას და მექნება პატარა სივრცე, სადაც ტურისტებს განთავსებთ კოტეჯში, იმიტომ რომ ჩემთვის პერსონალურად უფრო პრაქტიკულია კოტეჯის სისტემაზე მუშაობა, ვიდრე დიდ სასტუმროში. და როგორც თავიდან აღვნიშნე, თუშეთშია დაახლოებით 100 სასტუმროა და დაახლოებით ერთნაირი პირობებით შეთავაზება ხდება. დამშვენებლისთვის მე მინდა რომ უფრო კოტეჯის სისტემა იყოს და მაქსიმალურად მორგებული განსხვავებული სიტუაცია შევქმნა ამ კუთხით. ძალიან კარგი. რაც შეეხება ხო ტურებიც იქნება, უფრო მეტად შემოქმედებით ტურები იქნება, დაიხვეწება რაოდენობაც შეგვიძლია უკვე გავზარდოთ, ან ინდივიდუალურად დავაწყოთ. ჩვენთან ინდივიდუალურ ტურებს შესაძაც უგეგმავთ, უფრო მეტად პრაქტიკულია და უფრო მეტად ვერ გებით ნებისმიერ ტიპის დამშვენებელს. ძალიან კარგი. თქვენ რაიმე ხომ არ დაგჭათ მათე სათქმელი ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის? ვეტყოდი რომ აუცილებლად თუ არ არიან თუშეთში ნამყოფი, ერთხელ მაინც უნდა ამოვიდნენ და ნახონ. ვეტყვი იმას ასევე რომ გზის არ შეეშინდეს იდეალური გზა. არსებობის ისტორიაში, ამ გზის არსებობის ისტორიაში, როგორი გზაც არის წელს, არასდროს არ ყოფილა. თუ თავად მოძრაობენ მანქანით, იყვნენ ფრიზლები და იყვნენ ფრთხილად უბრალოდ მეტი ყურადღებით. პრიმიენამინში არ იმოძრავენ, იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილზე არის თიხნარი და თუ არ იციან შეიძლება მანქანა მოსხლტეს. და დანარჩენ შემთხვევაში, ანუ იდეალური გარემოა, იდეალური დროა თუშეთში ვიზიტისთვის, ზაფხულია და ურჩევ რომ დაისვენონ და დრო გამოყონ, თუნდაც შაბათ-კვირით თუშეთისთვის.
ძალიან დიდი მადლობა მათე, მე წარმატებებს გისურვებთ და იმედია რომ მომავალ წელს როცა ჩართვა გვექნება იგივე თუშეთიდან, უკვე თქვენი ბიზნესიც განვითარებული იქნება, მე ამისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე გაფართოებული იქნებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. წარმატებები თქვენს. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ. მე კი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ სტუმრად ყავდა მათე წვერაიძე თუშეთიდან და ვსაუბრობდით თუშეთში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებია, რა შესაძლებლობებია და როგორ და რატომ უნდა დავისვენოთ თუშეთშიც. მე ამით დღეს გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.